ბევრისაგან ასე მოწონებულმა რუსეთმა ქართველ მებრძოლს აზოვსტალის დამცველს მამუკა გაწერილია სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბევრისაგან ასე მოწონებული ქართული ოცნება არაფერს ამბობს, რას აპირებს მისი მოქალაქის გამოსახსნელად. თუმცა პრაქტიკას თუ გადავხედავთ, თქმაც არ არის საჭირო. მაგალითად, ის ხომ არ გახსენდებათ, რა ქნა ქართულმა ოცნებამ 2020 წელს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას გამოსახსნელად. მართალი ხართ, არაფერი. და ასევე ბევრისაგან ასე მოწონებული რუსეთი ისტორიულად საქართველოს მარცხის არაერთ გზის მოზაიმე ახლა უკვე უკრაინის დამარცხების გამოსაცხადებლად ემზადება. ტრამპის და მასკის ლექსიკით ზურგგამაგრებული. რამდენად იყენებთ Telegram-ს ინფორმაციის მიღება გავრცელებისთვის? თუ იყენებთ, მაგალითად გიფიქრიეთ თუ არა, რამდენად დაცულია თქვენი კომუნიკაცია და აქვს თუ არა მასზე წვდომა, მაგალითად რუსეთის მთავრობას ან მასთან დამეგობრებულ პოლიტიკოსებს. ეს კითხვა ფაქტებს თუ გადავხედავთ, დილემურია. მაგალითად, Telegram-ს პროტესტის მონაწილეები 2018 წელს ირანშიც კი იყენებდნენ, 2020 წელს ბელორუსში. მეურეს მხრივ, ეს ლამის ერთადერთი სოცქსელია, უფრო მესენჯერ აპლიკაცია, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთმა არ დაბლოკა და პირიქით, საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა. ბექგრაუნდისთვის გეტყვით, რომ ეს საკომუნიკაციო არხი რუსმა პაվել დუროვმა 2013 წელს შექმნა რუსული ქსელის VKontakte-ს შემდეგ. რამდენად პოპულარულია ეს პლატფორმა საქართველოში, რამდენად და რისთვის იყენებენ მას და რა გავლენა აქვს მას ქართულ აუდიტორიაზე. აღნიშნულის გარკვევას IWPR-ის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი შეეცადა. მომდევნო წუთების განმავლობაში გაგაცნობთ კვლევას და მის მიგნებებს. ასევე მოგიყვებით Telegram-ის დილემური ბუნების შესახებ დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავასთან ინტერვიუს ფარგლებში, რომელიც წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. ვისაუბრებთ თეონა ცხომელიძესთან, რომელსაც თავად აქვს ქართულენოვანი Telegram არხი. თეონა ცხომელიძის არხს გადაცემის ჩაწერის მომენტისთვის თითქმის 4000-მდე გამომწერი ჰყავს. მან არხი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდში შექმნა. ქართულ ენაზე ომის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მიზეზით. ამბობს, რომ პოტენციალი ზუსტ სამიზნე აუდიტორიასთან წვდომის კუთხით ამ პლატფორმას მაღალი აქვს, თუმცა მისი დამფუძნებლის პაվել დუროვის მიმართ ბექგრაუნდულად შეკითხვები მაინც რჩება. რამდენად მართლა არის დაცული მომხმარებელთა მონაცემები და რამდენად არ ზიარდება ის რუსეთის FSB-სთან. მოусმინოთ თეონა ცხომელიძეს. Telegram-ს გაკეთება გადავწყვიტე სამწუხაროდ ომის დაწყებიდან უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, იქამდე ბევრი მთხოვდა რომ გამეკეთებინა და რაღაც პასუხისმგებლობის აღება ასე ვთქვათ არ მინდოდა, იმიტომ რომ გავაკეთებდი მე გინდა არ გინდა გააგრძელო ხო, ვერ შეწყვეტდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, იმიტომ რომ Facebook-ზე მყავს და 40000-მდე გამომწერი, თუმცა ასე ვთქვათ მათი შეიძლება ყველა მათგანს ამ რაოდენობით და ამ ინტენსივობით არ უნდოდეს ინფორმაციის მიღება. Telegram-ის შემთხვევაში კი მარტო ის არის შენი გამომწერი, ვისაც კონკრეტულად აინტერესებს სიახლეები, შესაბამისად სამიზნე აუდიტორია აქ უფრო გასაგები იყო და დღემდე მას შემდეგ რაც Telegram-ი გავაკეთე 2 წელია უკვე Telegram-ზე ბევრად მეტ ინფორმაციას პოსტავ ვიდრე Facebook-ზე. მე მაქვს შესაძლებლობა რომ ნახო თვითონ საიდან მოდის ჩემთან აუდიტორია, მათი უმრავლესობა არის ხოლმე გადამოსული ან მსგავსი Telegram არხებიდან, ან Facebook-იდან. მე Facebook-ში ასე ვთქვათ აპინული მაქვს ჩემი Telegram არხი და ის ადამიანები შემოდიან და ვისაც აინტერესებს ინფორმაცია, მათ ხვდებათ რომ არსებობს ესეთი Telegram არხი და როგორც ხვდები ძირითადი ნაწილი იქიდან მოდის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს უზიარებენ, თქვა ჩემი გამომწერები, რაღაც სამეგობრო წრეებს ან რაღაც კონკრეტულ პოსტს აგდებენ ჯგუფებში თავის წრეში და მე იქიდან მოდიან გამომწერები, როგორც მე შემიძლია რომ ინფორმაცია მივიღო, ეს არის ძირითადი. მე არ მაქვს არც დაბუსტული ამის შესახებ ინფორმაცია, არც რეკლამა, ანუ ამის ასე ვთქვათ დაბუსტვაში ფული არასოდეს არ დამიხარჯავს და არც დიდად არ მომინდომებია რომ რაღაცა აუდიტორია განსაკუთრებული რაღაც მექანიზმებით მომეწვია. სამწუხაროდ Telegram-ს არა აქვს ამის მექანიზმი, რომ დაზუსტებით
დაახლოებით ვიცოდე, ვინ არიან ჩემი გამომწერები, მათ შორის იმის ნახვაც კი არ შემილია, რეაქტებს ვინ აკეთებს, რითაც თქვათ ანუ არაადეკვატური რეაქცია როცა არის, თქვათ რაღაცა უკრაინისთვის სამწუხარო ამბავზე, როდესაც ხდება დაჰაჰავება, ხვდები რომ ვიღაცა სხვა ბანაკიდან არის და ფიზიკურად არ მოხს შესაძლებლობა რომ გავიგო ვინ არის და ან დავბლოკო, ან გავაძევო არხიდან, რაც დღემდე ძალიან მაწუხებს და ამის გამო კომენტარები დიხან ჩაკეტილიც მქონდა რომ მათ ნერვები არ მოეშალათ ჩემთვის, თუმცა მაინც გავხსენი კომენტარები. ხო, რა თქმა უნდა არის კატეგორია, რომელსაც აინტერესებს, რას ვოსტავ. ძალიან დიდი ნაწილი ჩემი აუდიტორიის არის ჟურნალისტები. მათგანვე ვიცი, რომ თქვათ რაღაცა ბევრი ინფორმაციას იღებენ და ეს გადამოწმების რგოლს აგდებენ, იმიტომ რომ ნდობა აქვს ჩემი და იციან, რასაც ვდებ, გადამოწმებულია და ძირითადად ასევე არიან ის ადამიანები, ვინც უკრაინის ომთან დაკავშირებით თავიდან გამომიწერეს და მაინც უფრო მათი ინტერესი არის ეს რაღაც ეტაპზე, როდესაც საქართველოში გააქტიურდა რუსული კანონია, ეს აქციები, მაშინ ჩავატარე ტელეგრამზე გამოკითხვა, ქონდა თუ არა ინტერესი, რომ აი ეს უკრაინის და საერთაშორისო ამბების და ისრაელის გარდა მეწერა ქართული ინფორმაციაც და რაღაც 50-50-ზე გაიყო მაშინ, რომ ესე დიდად არ იყო დიდი ინტერესი მაინდა-მაინც, თუმცა მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ხო, უნდა გამომიყენებინა ეს სივრცე რაღაცა ამ პროტესტის დროს, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანმა მითხრა, რომ როდესაც იქ თვითონ აქციაზე იმყოფებოდნენ და ესე ლოკალურად ხედავდნენ სიტუაციას, მე ვცდილობ რომ დამეწერა სად რა ხდება, საიდან მოვიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, საიდან მანქანა ჩადგა და მე ძალიან ბევრი აქციებზე მითხრეს, რომ აი ამ ინფორმაციის საფუძველზე მათ შეძლეს რომ გამოეხწია და თავი აერიდებინათ, აი რაღაცა ამისთვისაც ვიყენებ. პირველი რომ დაცულობასთან დაკავშირებით მაინც დღემდე არსებობს მსოფლიოში კითხვები ტელეგრამის თვითონ დაცულობასთან დაკავშირებით პაվել დუროვის როლი ძალიან დიდია და როგორც ვიცით თქვათ ის არის რაღაცა მიუხედავად იმისა რომ არის ცნობები რომ დაპირისპირებულია პუტინთან მაინც ცოცხალი რუა ეგეც კი კითხვებს აჩენს რომ შეიძლება ის აწვდიდეს ძალიან დიდ ინფორმაციას FSB-ს ტელეგრამთან დაკავშირებით თუმცა ეს მას დაზუსტებით არავინ არ ვიცით მაგრამ ამაზე ყოველთვის გვეფიქრება ძალიან დიდი არის დეზინფორმაცია კი მეც მომსვლია იშვიათად მაგრამ მეც მომსვლია იმიტომ რომ მეც მაქვს რაღაც არხები რომელსაც ვენდობი და იქიდან წამომიღია და მე აღმოჩნდა რომ მათაც ბოდიში მოუხდიათ იმიტომ რომ ზოგადად დღევანდელ დღეს ძალიან მარტივი არის ფეიკის გაკეთება ფეიკის გაკეთება და მოტყუდე იმდენად ძლიერი არის რუსული პროპაგანდა რომ იმ ინფორმაციის გადამოწმებას, რასაც რუსები აქვეყნებენ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვანდომებ და თქვათ მაქვს რაღაც არხები, რომელსაც უპირობოდ არა, მაგრამ რაღაც 90% ვენდობი და ან არ ვამოწმებ, ან ერთ წყაროს თავამოწმებ. არის არხები, რომელსაც საერთოდ არ ვენდობი, მაგრამ იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია მაძლევს რაღაცა ასე თქვას ხედვას რა ხდება ეს ძირითადად რუსული პროპაგანდისტული მედიის არხები და იქ გამოქვეყნებული ინფორმაციით ამ პირიქით იმით რასაც მალავენ ხვდები ხოლმე თქვათ იქ რა ხდება დიდ მედიებს, ან ონლაინ მედიებს სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მაგ გამოწერილი მაგრამ ძალიან სუსტი ტელეგრამ არხები აქვს, ფაქტობრივად არ პოსტავენ და დაპოსტავენ დღის ბოლოს რა იყო მნიშვნელოვანი და ძალიან დაგვიანებულია დღევანდელ ტემპში. ამიტომ არაეფექტურად იყენებენ მედიები, ტელევიზიების ტელეგრამები არ ვიცი არსებობს თუ არა, მე ყოველ შემთხვევაში არც მინახავს. ძალიან კარგად იყენებენ რუსული პროპაგანდის, ასე ქართული წარმომადგენლები და რუსული ფულით დაფინანსებული ადამიანები, ძალიან ბევრი გამომწერი ყავთ. ისევე როგორც ანუ ეს ქართველი რუსული პროპაგანდის წარმომადგენლები იმეორებენ იმას, რაც უკვე კარგად არის გამოცდილი რუსეთში და როდესაც საუბრობთ სალავიოვზე და სხვა პროპაგანდისტებზე, ტასი, რია ნოვოსტი და ასე შემდეგ, მეც მაქვს სხვა შორის გამოწერილი ზუსტად იმიტომ რომ ვიცოდე მტერთან რა ხდება. ხო და ისინი ძალიან აქტიურად იყენებენ პუტინსაც აქვს ასევე არხი
და ხო, ასე ვთქვათ, დიდი მედიები საქართველოში ვიტყოდი, რომ არაეფექტურად იყენებენ, არ შეიძლება არ სჭირდებათ, ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი და შეიძლება ამისი შესაძლებლობაც არ აქვთ, ან ასე ვთქვათ, რაღაცა მონეტიზება არ ხდება ამისი, არც არ ვიცი, შეიძლება ინტერესიც არ აქვთ, ბევრმა არც იცის, გუშინაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუნებოდა, რომ პოდკასტის ტელეგრამი არც მაქვსო და ეგ როგორ უნდა გავაკეთო. ანუ ბევრმა ადამიანმა არ იცის რა არის ტელეგრამი და ტელეგრამ არხი არა და თუ კარგად გამოიყენებ, ფაქტობრივად ანაცვლებს, რა ვიცი, ტელევიზიასაც და ყველა საინფორმაციო რაღაცა გამოშვების ყურების ნაცვლად შეგიძლია რომ უბრალოდ მთელი დღე იღებდე თუ სწორი არხები გაქვს გამოწერილი. გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და არასათანადოდ ფასდება მიუხედავად იმ ყველა უსაფრთხოების რისკისა, მაინც ინფორმაციის მიღებისთვის ძალიან სწრაფი გზა არის. ბევრად სწრაფი ვიდრე Facebook-იც, მათ შორის, იმიტომ რომ Facebook-ზე ან ამოგიგდებს იმ კონკრეტულ პოსტს ვიღაცისას, რაც უნდა გამოწერილი ყავდეს, ან არა, Telegram-ით კი აუცილებლად მოდის ესა თუ ის შეტყობინება, მან თავარი არის რომ ინდობოდე წყაროს და მაგიტომ მგონია რომ ჩემთან დაკავშირებით ასე ვთქვათ ვინც მიცნობს და იცის ვთქვათ ჩემი გამოცდილება და რაღაცა Facebook-ზე დიდი ხანია მომყვება ასე ვთქვათ ენდობიან და ბევრჯერ ჩემ კოლეგებსაც ვთქვამთ რომ ნიუსუმში გაგვიგიაო რომ ითეონამ თუდად აღარ გადაამოწმოთო და ეს მათთვისაც კომფორტულია ჩემთვის შემატევადია მაგრამ რაღაც რუტინაში ვარ უკვე მეც ინტერესი ასე ვთქვათ ფინანსური ინტერესი არანაირი არ მაქვს Telegram-თან დაკავშირებით. გადასული მგონია რომ სწორი არხების და უფრო ვთქვათ პროდასავლურმა არ ვიცი ორგანიზაციებმაც რომ გააკეთონ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა არის რამდენიმეზე მეტი ქართული არხი, ეს არის პროტესტის დროს იშვა ასე ვთქვათ და ზოგი უკავშირდება კონკრეტულად პროტესტს და იქიდება სადროდის რა ხდება. ზოგი უკავშირდება უბრალოდ რაღაცა პროდასალური ინფორმაციების გავრცელებას, თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს. უკვე ჩვენთან არის თაობები, რომელსაც რუსული არ იციან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავიწყეს ყველაფერი, რომ ასე ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელიც სწორი იყო თავიდანვე უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ქართულ ენაზე იმ ადამიანებს, ვინც რუსული არ იცის, მიმეწოდებინა და უკრაინულიც ვიცი, მეტნაკლებად ახლა უფრო კარგად ვისწავლე ამ ომის დროს და ასე ვთქვათ, უკრაინელებს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეთარგმნა და ქართული აუდიტორიისთვის მიმეწოდებინა. Telegram-ის სწორედ მისი ბუნებიდან გამომდინარე ხშირად თითქმის თანაბრად განიხილება აქტივისტებისთვის დაცულ პლატფორმად და მეორეს მხრივ რუსული დეზინფორმაციისთვის გავრცელების ასევე მთავარ პლატფორმად. რუსული დეზინფორმაციის მკვლევარი სოფო გელავა, რომელიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე ქართული ოცნების სამიზნე გახდა, მისი და მისი კოლეგის ეთო ბუზიაშვილის მიმართ აღძრული საქმის გამო, ახლა ქვეყანაში აღარ იმყოფება. ის ერთ-ერთი ავტორია ატლანტიკური საბჭოს მიერ წარმოებული კვლევისა სხვა ბრძოლის ველი, რომელშიც კრემლის დეზინფორმაციის ტაქტიკა და გავრცელება სწორედ Telegram-ის გამოყენებით არის შესწავლილი. ჩვენ Telegram-ის გამოყენებას უფრო მეტად ვხედავთ უკვე 2021 წლიდან. ომამდე და ეს უკავშირდება Alt-Info-ს და მასთან დაკავშირებულ არხებს და ჯგუფებს, რატომ? იმიტომ რომ ესეც იყო პირდაპირი გაგრძელება, რადგანაც Facebook-ი არის ჩვენთან ყველაზე პოპულარული პლატფორმა და Alt-Info-ს ჰქონდა იქ წვდომა ძალიან ბევრ აუდიტორიაზე და არაერთი ანგარიში ჰქონდა თვითონაც შექმნილი როგორც გვერდების და ჯგუფების მხრივ, ისინი იყვნენ ჩართულები არაავთენტურ ქცევაში. ანუ არ უღებდნენ Facebook-ის პოლიტიკას, იყენებდნენ ყალბანგარიშებს, ტროლებს და ასე შემდეგ და არაერთხელ წაშალა Facebook-მა Alt-Info-სთან დაკავშირებული არაავთენტური ტროლების ქსელი Facebook-ზე. და 2021 წელს უკვე დაახლოებით მე-4 თუ მე-5 წაშლის შემდეგ Alt-Info-მ გამოაცხადა, რომ Facebook-ზე ხდება ლიბერალური ცენზურა და გადავდივართ chat აპლიკაციებში. ანუ ხასიათიც არის განსხვავებული, თუ ახლა Instagram-ი, Facebook-ი და არც სხვა პლატფორმები არის სოციალური მედიის ქსელი და პლატფორმა, სადაც ვთქვათ, newsfeed-ი არსებობს, სიახლეების ველი, ეცნობი სხვადასხვა ინფორმაციას, Telegram-ი, WhatsApp-ი ცოტათი განსხვავებულია, ხო? ესენი არის დახურული chat აპლიკაციები.
და იქით დაიწყო მიგრაცია ალტ-ინფომ და აქედან ვხედავთ, როგორ შემოდის უკვე საინფორმაციო სივრცეში საქართველოში ტელეგრამის გამოყენება და ასევე დეზინფორმაციის მკვლევრების, ჟურნალისტების, გამომძიებელი ჟურნალისტების ფოკუსში როგორ შემოდის უკვე ტელეგრამი მონიტორინგის მხრივ, იმიტომ რომ თავდაპირველად არ იყო ეს რაღაცა საინტერესო საკითხი საქართველოში მონიტორინგის კუთხით. Facebook-ს რამდენი კრიტიკაც არ უნდა კონდეს და რა თქმა უნდა, ახლა მით უმეტეს ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის Facebook-ის მხრიდან. Facebook-ი არის ერთ-ერთი იშვიათი პლატფორმა, რომელსაც მკაცრად ჰქონდა შინაარსის რეგულირების წესები გაწერილი. თავისი გუნდი ჰყავდა და იცავდა მეტნაკლებად ამ წესებს, როგორც შემოვიდა, მაგალითად, fact-checking-ის პროგრამა, ამ არაავთენტური ქსელების წაშლის პროგრამა, ტროლების იდენტიფიცირება და Facebook-ში არსებობს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ასევე თავად იკვლევს საინფორმაციო მავნე გავლენის ოპერაციას პლატფორმაზე. Telegram-ზე მსგავსი არაფერი ხდება. ანუ Telegram-ზე არ არის წესები, რაც შენ აქ იგრძალავს, რა ტიპის კონტენტის გავრცელება არ შეიძლება, რა ტიპის ანგარიშის შექმნა არ შეიძლება და ასე შემდეგ. არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ იდენტობის დამადასტურებელი საბუთები გააგზავნოს სადმე, ხო? აი მაგალითად Facebook-ზე გჭირდება ხშირად გადიხარ ვერიფიკაციის პროცესს, მით უმეტეს თუ სხვა ადამიანი დაგარეპორტებს, რომ ეს არის ალბი ანგარიში და არის სიტუაციები, როდესაც Facebook-ი გთხოვს პირადობის დამადასტურებელი მოთხრობის ატვირთვას, სახელის შესაბამისობას ID დოკუმენტთან და ასე შემდეგ. ანუ ეს ზღუდავს მავნე აქტორებს საკუთარ აქტივობებში და ხშირად არის მათთვის შემაფერხებელი ფაქტორი. ყოველთვის სერიოზული გამოწვევა არის კონკრეტულ არხების აქტივობა, როგორ რა რიცხვებში გადაითარგმნება გავლენაში. მე მგონი იმაზეც კი არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია სრულყოფილი, რამდენი მომხმარებელი ყავს საქართველოში Telegram-ს და პრობლემურია რეალურად გავლენის მართლა რიცხვებში გაზომვა. მაგრამ ძალიან სწორად აღნიშნე ერთი რაღაც, რომ ისა Facebook-ს რო შევადაროთ, რა ხან საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა არის, აუდიტორიასთან წვდომა უფრო მარტივია Facebook-ზე, იმიტომ რომ დაარეკლამებ რაღაც კონტენტს და შეიძლება ისეთ ადამიანთან მივიდეს, რომელზეც არ გიფიქრია, რომ ის შეიძლება იყოს შენი მომხმარებელი პოტენციურად, ხო? ვიღაცას შეხვდა, სადღაც რაღაც წაიკითხა, რაღაც აზრი მოეწონა და შემოვიდა უკვე კომუნიკაციაში, თქვათ, შენს გვერდთან, ხო? ან გაწევრიანდა ჯგუფში და ასე შემდეგ. Telegram-ზე, როდესაც chat ჯგუფებზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის რაღაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, როგორც წესი არ არიან ხოლმე. ესენი არიან ისეთი ჯგუფები და ადამიანები, რომლებსაც იციან, რომ იქ ლინკს უნდა დააჭირონ და იქ გადავლენ. მე ვიტყოდი, რომ ნაკლებად არის გათვალისწინებული, ან მე არ შემხვედრია ეს რაღაცა ორგანიზებული საინფორმაციო პოლიტიკა სხვადასხვა აქტორების, ან თქვათ იგივე იმ ხალხის, ვისთანაც უფრო მეტად მაქვს შეხება ჩემს კოლეგებთან, ხო, საქართველოში, რომ თქვა Telegram-ზე გაავრცელონ ინფორმაცია. მსგავსი პოლიტიკა არ შემხვედრია, მაგრამ შემხვედრია, თქვათ, უფრო საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის უკვე მზა აუდიტორია, რომელმაც იცის, რომ იმ ჯგუფებში უნდა გაწევრიანდეს, მაინც ალტერნატიული ინფორმაციის და არხების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც თქვა საჯარო ჯგუფები არის, რაღაცა სიტყვის საძიებო სიტყვებით შეგიძლია იმ ინფორმაციამდე მიხვიდე, როდესაც ეძებს შენ კონკრეტულ ჯგუფებს, რაც შეიძლება რომ გაწევრიანდე. და მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ალტერნატიული საინფორმაციო არხები არსებობდეს Telegram-ზე. მაგრამ ისევ მე ისეთი განწყობა მაქვს, რომ ვინც Telegram-ს იყენებს საქართველოში, ის ასევე იყენებს სხვა პლატფორმებს. და შესაძლოა საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი იყოს არა ის, რომ თქვა რესურსი ჩავდოთ რაღაც დახურულ აპლიკაციაში, სადაც ადამიანი არ გადმოვა, მაგრამ ღია პლატფორმებზე, აი TikTok-ზე და Facebook-ზე, ალბათ ეს იქნებოდა მას ჩემი მთავარი ფოკუსი, ისევ იქ არსებობა ალტერნატიული ინფორმაციის, იქ არის და იმისა, რასთანაც მათ აქვთ წვდომა Telegram-ზე. ანუ Telegram-ის მონიტორინგი და ამ ჯგუფებში ინფილტრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნარატივების ანალიზის და message box-ის და მათი სტრატეგიის დანახვაც და სხვა ალტერნატიული პლატფორმებით ამ აუდიტორიასთან წვდომა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცხადია ამ ჩვენს დღის წესრიგს ვერ გავავრცელებთ მათ დახურულ არხებში, იმიტომ რომ თვითონ პლატფორმა მუშაობს ძალიან სხვა სისტემით. საქართველოში არ არის Telegram-ი ტოპ-წამყვანი პლატფორმა და ჩემი დაკვირვებით Facebook-ის შემდეგ უფრო მეტად საინფორმაციო ოპერაციები, რომელიც არის უფრო მიმზიდველი, უფრო რაღაცა სხარტი და ასე შემდეგ, ხდება TikTok-ზე. და ამიტომ რაღაცა ეს ორი პლატფორმა კვლავ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით.
Telegram-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ეს საწყისი, მოდან თავარი პრორუსული აქტორები, ახლა უკვე თქვა პროსახელისუფლებო ძალადობრივი აქტორები, მათაც კიდე თავიანთი ინფრასტრუქტურები აქვს Telegram-ზე, იქ ცდილობენ ადამიანების მობილიზებას და გამოყენებას ამ პლატფორმის საკუთარი დღის წესრიგის გასავრცელებლად, მაგრამ ზუსტად ამ ხალხს, ვინც აქ Telegram-ში არის აქტიური, აქვს ასევე ინფრასტრუქტურა TikTok-ზეც და Facebook-ზეც და რადგანაც ეს პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღიად მიუწვდეთ მათ აუდიტორიას და არ გვჭირდებოდეს თქვა რაღაც 1000 უსაფრთხოების წესის დაცვა, რომ მათთან ჩუმად შევიდეთ ჯგუფებში და მე რაღაცა ფარული მესეჯები გავავრცელოთ, რაც ძალიან რთულია, ცხადია. მე მგონი რომ ეს რაღაცა როგორ შეიძლება რომ ეს ავირიდოთ, ხო, Telegram-ის ეს ხასიათი, მაინც აი ამ ღია პლატფორმებით სწორმა მგონია მათი აუდიტორიის შესწავლა, როგორი ტიპის ხალხია. ძალიან რთულია ამის გაკეთება, იმიტომ რომ Telegram-ზე არ გაქვს უფრო მეტი, ანუ იმ აქტორის შესახებ, ან თქვა წევრის შესახებ იმდენ ინფორმაციას ვერ იღებ, როგორც მაგალითად ან TikTok-ზე, ან Facebook-ზე კიდევ უფრო მეტად და შემდეგ უკვე Instagram-ზე უფრო მეტად, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფები, სადაც მაგალითად წევრს შეუძლია კომენტარის დაწერა კონკრეტულ ინფორმაციაზე და იქიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც ხასიათი გავიგოთ, ვინ შეიძლება იყოს ამ ჯგუფებში გაწევრიანებული. მოდი ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში ეს რაღაცა ციფრული წიგნიერება და უსაფრთხოების წიგნიერება არ არის ისეთ მაღალ დონეზე, რომ მაგალითად რიგითმა წევრებმა გაითვალისწინონ ის, რომ მაგალითად ონლაინ რაღაცა ანონიმური ნომრები იყიდონ და ისე გაწევრიანდნენ Telegram-ზე, ან დაირქვან რაღაც მაგალითად ფსევდონიმი, ან ასე მაქსიმალურად შეზღუდონ საკუთარი იდენტობა, ხო, როგორც მაგალითად ვაკეთებთ, ვინც იკვლევს Telegram-ს, იმიტომ რომ უსაფრთხოება უნდა დაიცვა და ამის შესაძლებლობას Telegram-ი გაძლევს და ამის გამოყენება ჩვენი მხრივად შეგვიძლია სამწუხაროდ ცუდი მხარე, იმიტომ რომ როგორც წესი ეს რაღაცა პრივატულობის დაცულობა ნაკლებად ხდება ხოლმე და უფრო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებული მეფინგი გავაკეთოთ იმ აუდიტორიების, რომლებიც ამ ტიპის ჯგუფებში არიან გაწევრიანებული. მოდი ახლა ამას რასაც ვიტყვი, ვრცელდება როგორც Telegram-ზე, Signal-ზე, WhatsApp-ზე, ანუ უფრო მეტად ჩათებზე. და ზუსტად ეს დემოკრატიულობის ხარისხი, რაც შემოდის რაღაცა ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმებისგან განსხვავებით, არის ის, რომ მარტივი პირისპირი კომუნიკაცია გაქვს სხვა ადამიანებთან და რაღაც ეს იერარქია არის მოშლილი, სადაც არსებობს რაღაცა პოსტი, რომელიც ვიღაცამ დაპოსტა ავტორიტეტმა, მე აქ კომენტარებში ან გაგცემენ პასუხს, ან არ გაგცემენ, უფრო მეტად ახლოს ხარ იმ შენს, არ ვიცი, ავტორიტეტებთან, ვისი დღის წესრიგიცაც გჯერა მაგალითად, ხო? უფრო გამჭვირვალე პროცესი არის რეალურად კომუნიკაციის მხრივ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატო გახდა არა მარტო Telegram-ი, აი WhatsApp-იც ძალიან პოპულარული იყო ერთ პერიოდი მაგ მხრივ დეзინფორმაციის გავრცელების კუთხითაც, რატომ გახდა chat აპლიკაციები ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმების ალტერნატივა ამ კუთხით. სწრაფია ბევრად, როგორც თქვით, ნაკლები მოდერაცია არსებობს და ფაქტობრივად რაღაცა დაცულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ თუ რამე ისეთის გავრცელება ან მიწერა გინდა ამ chat-ში, რომელიც შეიძლება შენთვის არ იყოს თულად კომფორტული, რომ ეს საჯაროდ გააკეთო, როგორც თქვა ეს Facebook-ზე სოფო გელავა თუ არ WhatsApp-ში შეიძლება ვიყო რაღაცა სხვა, ხო, ასოები დავირქვა, ჩემი იდენტიფიცირებაც ნაკლებად ხდება და თქვა კონტროვერსიული რაღაცა ისეთი აზრი თუ მაქვს, შემიძლია უფრო თავისუფლად გავავრცელო ისე რომ რაღაცა ჩემი იდენტობის გამოაშკარავების არ მეშინოდეს, ხო? ანუ რაღაცა ესე დადებითი კუთხით რომ შევხედოთ, ან უსაფრთხოების კუთხითაც რომ შევხედოთ, როდესაც მაგალითად გამომძიებელი ჟურნალისტი ხარ და შენთვის საფრთხის შემცველ ქვეყანაში მუშაობ, უფრო მარტივი არის ასეთი აპლიკაციების გამოყენება. მაგალითად აი Signal-ი ასევე გამოიყენება ძალიან ხშირად, როდესაც ისე უსაფრთხოების კუთხით თუ რაღაც ისეთი სენსიტიური ინფორმაციის გავრცელება გინდა, ან რესპონდენტი ყავს მაგალითად სენსიტიური, ან რაღაცა კვლევის საკითხები არის ძალიან ისეთი გზნობიარე და ვთქვათ მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვა. Telegram-ი ალბათ ეს იყო რა, რომ აი მაგალითად ბელარუსშიც, უკრაინაშიც, მათ შორის რუსეთშიც რადგანაც იყო ცენზურა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების და ასევე მაგალითად კრიტიკული მედიებისთვისაც იყო შეზღუდული ველი ინფორმაციის გავრცელების თუ რაღაცა იარლიყებს არ მიეწებებდნენ და დისკრედიტაციას არ მოახდენდნენ საკუთარი თავის, მათთვისაც ბევრად მარტივი გახდა Telegram-ის გამოყენება, რომ აუდიტორიას მისცნენ და გავრცელონ ეს ინფორმაცია. და მე მგონი პირიქით, აი აქედან დაიწყო უფრო მეტად აქტივისტების კუთხიდან Telegram-ის გამოყენება, ჩემი დაკვირვებით და შემდეგ აი რაღაცნაირად გადაიზარდა ეს
უკვე საინფორმაციო ბრძოლის ველად რუსეთის ცენტრალური პროპაგანდისთვის. იმიტომ რომ წლების მიხედვით რომ შევხედოთ, ჩვენ კვლევაში გვქონდა ეს დაკვირვება, რომ ბოლო წლების მანძილზე და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ და პარალელურად ოფიციალურ რუსულ წყაროებში ტელეგრამის როგორც წყაროდ ციტირება არის საგრძნობლად გაზრდილი. ანუ რუსეთის რაღაც ამ აზრშიც გაჩნდა უკვე ეს მიხვდნენ, მოდი ესე რომ ვთქვათ, რაღაც ეს პროპაგანდის შემქმნელები და პოლიტიკის დამგეგმავები, რომ ეს არის დიდი აუდიტორია, სადაც ინფორმაციის გავრცელება არის მარტივი და არავინ არ შეგვხვდოს ჩვენ. და მით უმეტეს ომის პარალელურად საჭიროც იყო ძალიან ცუდი კონტენტის გავრცელება, მათ შორის გრაფიკული ვიდეოების და არ ვიცი, მსხვერპლის გავრცელება, რომ თქვა დემორალიზება მოეხდინა უკრაინული საზოგადოებისთვის. ამიტომ ეს კონტენტი რომ არ არის შეზღუდული, არის ძალიან მარტივი. მის გავრცელება. უსაფრთხოების ნაწილს რაც შეეხება ტელეგრამი, მიუხედავად იმისა, რომ კი რაღაც ჩატ აპლიკაცია არის, მაგათაც სიგნალისგან ძალიან განსხვავებული არის და რაღაც მარტივი უსაფრთხოების წესები, მაგალითად, როგორიც არის დაშიფვრის სისტემა, ჩვენ რომ მაგალითად ერთმანეთს ველაპარაკებით, სიგნალში შუამავალი არ არსებობს. ან შუამავალის ნაწილიც არის დაშიფრული და პირდაპირ მოდის ინფორმაცია მიმღებთან და უფრო დაცულად გრძნობ თავს. ეს არის პოლიტიკა სიგნალის მაგალითად როგორც მუშაობს და ტელეგრამზე ეს ასე მოცემულობად არ არის, უნდა შეცვალო ეს შენი ფუნქციები და რეალურად თქვა ადამიანს როცა ელაპარაკები პირისპირ და არის რაღაც დახურული მიმოწერა, შეგიძლია ამ ფუნქციების შეცვლა და თქვა უფრო მეტად უსაფრთხო რო გახდეს და ანონიმური გახდეს ეს მიმოწერა, თუმცა ის ფაქტი რომ ეს არ არის მოცემული პირდაპირ პოლიტიკად ტელეგრამის, ეს ზრდის ტელეგრამის მიმართ კრიტიკას, რომ რეალურად ეს არ არის ისეთივე დაცული და უსაფრთხო სისტემა, როგორც მაგალითად სხვები. და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯგუფები, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება ხო ცხადია დეზინფორმაციის გასავრცელებლად, იქ საერთოდ არ არის დაცული ეს დაშიფვრის სისტემა. ასევე არსებობს კითხვები, რომ ეს მონაცემები სად ინახება, ხო, ეს cloud-ის საკითხი, რეალურად არის, ტელეგრამის cloud-ი არის და ყოველთვის არსებობს ასევე რისკი, რომ ისევ დუროვის წარსულიდან გამომდინარე, რომ კონტაქტის შემქმნელიც არის, შესაძლოა არსებობდეს რაღაც რისკები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობის და ეს cloud-იც რომ არის ეს რაღაცა, არ ვიცით, რამდენად კარგად არის დაცული და გამჭვირვალეობის საკითხი არ არის ისე მკაფიო, როგორც თქვა შეიძლება გვჭირდებოდეს, როდესაც ამ სფეროში ვიყენებთ ტელეგრამს საკომუნიკაციოდ, ეს ყველაფერი, ეხლა მე ძალიან სიღრმეებში ვერ ჩავალ ამ უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ რაც ვიცით ზედაპირულად მაინც, ეს ყველაფერი ქმნის რისკებს, რომ თუ ჩვენ ვიყენებთ ტელეგრამს რაღაც ჩვენი აქტივიზმისთვის, მაინც ეს არ არის საუკეთესო პლატფორმა არჩევისთვის და სხვა უფრო მეტად დაცული პლატფორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც ხო აქტივისტურ მხარეს, როდესაც გვჭირდება ამის გამოყენება. ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოებაზე საუბარი ფიზიკური უსაფრთხოების გარემოებების გათვალისწინებით ზოგიერთისთვის შეიძლება ღიმილის მომგვრელიც აღმოჩნდეს. გიჩვენებთ რეპორტაჟს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო სადენები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ გარემოში. ინგა ერიციანი და მიშო დარბაიძე დეტალებით, ეგრეთ წოდებული სკოჩით დამაგრებული უსაფრთხოება. ეს ფოტო ახალციხეში, ეგრეთ წოდებულ 11-იანების დასახლებაში არსებულ სკვერშია გადაღებული. მომხმარებელი ფოტოს გავრცელებასთან ერთად სვამს კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ ბავშვი აქ ხელს შეყობს. ჩვენ ადგილზე დღეს დილით ვიმყოფებოდით. ახლა დაზიანებულ განათების ბოთს ეგრეთ წოდებული სკოჩი აქვს შემოხვეული. ვინ გადაწყვიტა პრობლემის ამ ფორმით მოგვარება უცნობია. მერიაში ირწმუნებიან, რომ ამ სკვერში ელექტროენერგია დროებით გამორთულია რეაბილიტაციამდე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის კაბელების დასამალად წებოვანი ლენტია გამოყენებული. იგივე ვითარებაა კოსტავას ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ და რამდენად არის ღია კაბელების დასაფარად გამჭვირვალე წებოვანი ლენტი უსაფრთხოების გარანტი? ვკითხეთ მერიას. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა სკვერებში და საჯარო სივრცეებში ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და როგორია ახლა? გვესაუბრება სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.
ყველა ეს პრობლემა, ყველა ეს ტრაგედია, ხო, რომელსაც ჩვენ ბოლო წლებში შევხედავთ და რომელსაც განსაკუთრებულად თქვათ აი ამ თვეებში შევხედავთ, გამომდინარეობს ერთის მხრივ იმისგან, იმ კონცეფციისგან თუ როგორ გვესმის სახელმწიფო და რას ნიშნავს კეთილდღეობაზე და ადამიანურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ხო, და მეორე მხრივ ეს გამომდინარეობს თითოეულ რგოლზე, ეს ექნებიან სოციალური სამსახურები, თვითმმართველობები თუ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი მუშაობის მკვეთრ გაუარესებას და დეგრადაციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ქართული ოცნება აგრესიულად აძლიერებს ავტოკრატიას, მისი მთელი რესურსები დღეს მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ბიზნეევანიშვილის ოლიგარქიული ინტერესების გამყარებაზე და ამ პირობებში ძალიან აღკარაა, რომ სისტემა ხდება დისფუნქციური და ის ვეღარ აკმაყოფილებს და ვეღარ პასუხობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც მათ ყოველდღიურობაში ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს. ეგრეთ წოდებულ 11-იანებში არსებულ სკვერში დაზიანებულია საბავშვო სასრიალო ატრაქციონები, რომელსაც მოაჯირები მოტეხილი აქვს. გატეხილია ეგრეთ წოდებული ბზრიალა და აიწონა. ასევე დაზიანებულია სკამები, აწვენილია ატრაქციონების მიმდებარედ მოწყობილი რბილი მოედანი. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ სკვერის სრულად რეაბილიტაციას, თუმცა კონკრეტულად ვერც დროს და ვერც ბიუჯეტს ასახელებენ. გადაცემის დასასრულს საგარეო პოლიტიკა, რომელიც ასეთი საშინაო გახდა ბოლო დროს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ამ თვეში შეხვდნენ. ამბობენ კრემლში. თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრის მომზადებას შესაძლოა მეტი დროც დასჭირდეს. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. სოფლიოში ტურბულენტური ცვლილებების ფონზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა ბალტიის ზღვის რეგიონში ნატოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა. ბალტიის ზღვა ესაზღვრება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, რუსეთი და ლატვია. ზღვის ფსკერზე გადის მრავალი საკვანძო კაბელი და მილსადენი. ბოლო პერიოდში ზღვაში რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო ეძებს გზებს ამ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამერიკის ხმის რეპორტაჟი. ბალტიის ზღვაში ბოლო წლებში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ხაზებზე მიყენებულ დაზიანებას უკავშირდება. ეჭვი ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ გემებზეა. ბოლო 15 თვის განმავლობაში 11 კაბელი დაზიანდა, რამაც გამორთვები გამოიწვია. ცხადია, ეს უნდა გავითვალისწინოთ. გავზარდეთ ჩვენი და ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების სამხედრო ყოფნა ამ რეგიონში. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები მიზან მიმართულად არის გამოწვეული, თუმცა ბალტიის რეგიონის ზოგიერთი სამხედრო ოფიციალური პირი შიშობს, რომ ამდენი შემთხვევა შესაძლოა დივერსიაზე მიუთითებდეს. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხუზები, ასე ვთქვათ, შემთხვევით ზედმეტად ხშირად ვარდება. ცხადია, ასეთი რამ ზოგჯერ ხდება, მაგრამ ამდენჯერ ერთ პატარა ზონაში ნაკლებად მოსალოდნელია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაიცვან უკეთ ბალტიის ზღვის ქვეშ განლაგებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. იტალიაში მდებარე ნატოს საზღვაო კვლევებისა და ექსპერიმენტების ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ უკეთესი მეთოდები აქვთ რეგიონში გემების გადაადგილების სათვალთვალოდ. ცენტრის მიერ შემუშავებული ალგორითმები ხშირად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტიანად გამოიყენება გემების მოძრაობის მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით კომერციული ხომალდების. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს. თუნდაც ეს უკანასკნელი ინციდენტები შემთხვევითი იყოს, ნატო არ არის მზად ბალტიის ზღვაში დივერსიის თავიდან ასაცილებლად, აცხადებს ლატვიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არტის პაბრიქსი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ ჩვენთვის საფრთხეს რომელი გემები შეიძლება წარმოადგენდეს. ეს დაზვერვის სამსახურის ამოცანაა. იანვრის ბოლოს ნატომ პირობა დადო, რომ რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გაგზავნის ფრეგატებს, სამხედრო თვითმფრინავებს და საზღვაო დრონებს. სათვალე დასრულებულია. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. შეხვდებით ერთ კვირაში. დროებით.